ილჰან ომარი ამტკიცებს, რომ ასიმილირებულია და პრობლემა ისაა, როცა ეს ადამიანები ასეთ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. რადგან მე მიწევს ამ ვიდეოების თავიდან გადაღება, რადგან სიცილს ვერ წვეთ. ღმერთო ჩემო, ნეტავ რამდენად სულელებად გთვლიან? როგორც ჩანს, ძალიან სულელებად. თითქოს არ გვაქვს ილჰან ომარის მთელი ისტორიის მტკიცებულებები, რომლებიც არჩვენებს, რამდენად არ არის ის ასიმილირებული. არ ინერვიულა. ხალხი მას ყველგან აკრიტიკებს ამის გამო, მაგრამ ჯერ ვიდეო კადრები. და როგორც შენ ქონდა სომალია და სომალია Somali citizenship bahni რატომ მისამან მე უბრალოდ შემეძვო დავბრუნებულიყავი და მინდოდა وانا دقان كوتينا ეს იყო ის რასაც ვაკეთებდი და მინდა გითხრათ waxayku hagaagi lahaayeen iyo sidii aan ku taakulayn lahay iyo oo taas waxa iga keenaysa Soomaali jecel aan u qabo iyo Soomaaliya jecel aan u qabo არ ვიცი თქვენზე, მაგრამ ეს ძალიან გავს ადამიანს, რომელიც ძლიერ ინტეგრირებულია და ასიმილირებულია ამერიკულ კულტურაში, მეგობრებო. მე მხოლოდ სომალელებზე ვზრუნავ. ისინი ჩემი ხალხია, მათ ვიცავ. ეს ზუსტად ინტეგრაციას გავს. აი ტექსტი. მე იმდენად ასიმილირებული ვარ, რომ კონგრესამდეც კი მივედი. და ეს იდიოტი მეუბნება, დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი. თქვენ გაიგეთ? თქვენ გაიგეთ რა თქვა იმ ქალმა, გაიგეთ? ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. aniga hilka aan ku fadhiyo waxyaalo badan aan isla qabano waan ogahay aniga mas'uul weyn inuu iga saaran yahay wadankii aan ku dhashay oo aan ka imid მე კონგრესში პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ დავეხმარო ქვეყანას, საიდანაც მოვდივარ. მე სომალელი გოგონა ვარ. დავიბადე სომალიში. სომალის მოქალაქეობა არ მჭირდება. ეს ჩემი დაბადების უფლებაა. ეს ჩემს სისხლშია. ეს ის ხალხია, ვისთანაც ჩემს კულტურას ვიზიარებ. ისინი ჩემს ენასა და რელიგიას იზიარებენ. ისინი ის ხალხია, ვის მიმართაც თანაგზნობამობა მაქვს. ასე რომ, როცა ურს ვუგდებ რა ხდება სომალიაში, რომ რაღაც გავაკეთო და გამოვასწორო სხვათა შორის ჩემი ძალაუფლებით ამერიკის კონგრესში, თქვენ იცით ვისთან მაქვს ნამდვილი კავშირი. მე ასიმილირებული ვარ. მე ვასიმილირებ. ილჰან ომარს ასიმილაცია რო სახეში მოხდეს, ვერც მაშინ ვერ გაიგებს. და შეგახსენებთ ამ მშვენიერ ცერემონიას. ილჰან ომარი მინეაპოლისის შეკრებაზე სომალიის პრეზიდენტს ჩვენს პრეზიდენტს უწოდებს. ასევე ცოტა კონტექსტიც. ილჰან ომარი არა მხოლოდ კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ადამიანია, არამედ სომალიური ჯგუფის წარმომადგენელიციცაა. იცით, იმ ჯგუფის, რომელიც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს თაღლითობით ფულს ართმევს. როცა ქვეყანაში ასიმილირდები, ჩვეულებრივ არ აკეთებ იმას, რომ იმ ხალხს, ვისთანაც ასიმილირდი, ართმევ და უბრუნებ იმ ხალხს, საიდანაც წამოხვედი და ვისთანაც უკვე აღარ ხარ ასიმილირებული. რა სისულელეა, ამას ვერ ვიტან. ძალიან დიდი პატივია, რომ თქვენთან არის ჩვენი პრენი პრეზიდენტი, სომალის პრეზიდენტი. ნება მომეცით, რა მევთქვა ამ განცხადებაზე. დანარჩენს ერთად უყურებთ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ უსმენ მას ამ ენაზე საუბრისას. ეს მას უხებს და გულისრევას მგრის. აი რა ხდება. როცა ამერიკის კონგრესის წევრი ხარ, მთელ სამყაროში ერთი ადამიანია, ვინც შენი პრეზიდენტია. მთელ სამყაროში ერთი ადამიანია, ვინც იმ ჯგუფის პრეზიდენტია, რომელმაც შენ აგირჩია. და პატარა მინიშნებას მოგცემთ. ეს სომალის პრეზიდენტი არ არის. ხომ ასეა? ასე რომ კიდევ ერთხელ უყურეთ ამას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სომალიურ ენაზე მაქვს ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა. ჩვენი პრეზიდენტი, სომალის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰასან შეიხი მუხამედი. მოდით თბილად მივიღათ იგი, მინეაპოლისი. წავიდეთ. პრეზიდენტთან და ჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მე მას ბიძას ვეძახი, ის კი თავის გოგოს მეძახის. ცოტა უხერხულია, ტყუილს არ გეტყვით. ალბათ არ უნდა გქონდეს პრეზიდენტთან ისეთი ურთიერთობა, რომ ის თავის გოგოს გეძახის. მაგრამ თუ ამ ყველაფრის უცნაურ სექსუალურ მინიშნებებს გვერდსაულით, ფაქტი, რომ სომალის პრეზიდენტი ამერიკის კონგრესში მყოფ ქალს თავის გოგოს ეძახის, რას ნიშნავს ეს?
გეტყვით, რას არ ნიშნავს ეს? თუ გაინტერესებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ასიმილირებული ხართ. არა, ეს ნიშნავს, რომ უკვე შიგნით შეაღწიეთ და ის ისედაც საშინელი ადამიანია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მიყვარხართ. მოგესალმებით თქვენ სახლში. ჩვენი სახლი თქვენი სახლია. მოგესალმებით მინიაპოლისში. ანუ არ ინერვიულოთ. ეს ის ადგილია, სადაც თქვენს ყველა ფულს მიიღებთ, რადგან ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია საკვების მოპოვება და სომალიში მიმდინარე ყველაფრის დაფინანსება. ეს თქვენი სახლია. მე ეს გავაკეთე. მე თქვენიანი ვარ, ბიძია. მე თქვენიანი ვარ. წლები გავიდა. ჩვენ აქ არ ვართ. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ჰასანი, ჩვენი პრეზიდენტია. თუ გეგონათ რომ პირველად შეცდომა დაუშვა, არა, ეხლა უკვე ჩვენი პრეზიდენტის მეორე რაუნდზე ვართ. ღმერთო ჩემო, პირდაპირ მნიშვნელობით მეორე ტური. და ყველა ძალიან ბედნიერია. სომალია რომ მეშან ჯოგოგოდან ვაგურუგოდა ანაგამა დერენსენიჰინ ინანაგატა ჰაიმელნაგა. სომალია ჩვენი სახლია. არა ამერიკა, არა მინიაპოლისი, არა ეს ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვენ ასიმილირებულები ვართ, რომელშიც ინტეგრირებულები ვართ. არა. სომალია. სომალი ხომ არ იქნებოდა ჰენეკუნოშახ. ყალბიგენი ქუჯრ. ყოველთვის ფიქრობთ სომალიაზე. ხო, არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ეს არ გავს ადამიანს, რომელიც ესე ღრმად შეერწყა თავის კულტურას. კარგი, ეს არის ჯიჰადი ამერიკის მიწაზე. ილჰან ომარის კონგრესის საარჩევნო ოლქი, ეს არის ადამიანი მისი ოლქიდან, ხედავთ? იმიტომ რომ პრობლემა ილჰან ომართან არა მხოლოდ ისაა, რომ თვითონ ვერ ინტეგრირდება, არამედ ისიც, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც ის წარმოადგენს, ასევე ვერ ინტეგრირდება. ეს მე ვარ. თუ თქვენს გრძნობთ პროამერიკულ ენერგიას, ასიმილაციის ენერგიას, ინტეგრაციის ენერგიას. ეხლა თუ გაინტერესებთ, რატო გააკეთა მან ეს კომენტარი? ეს იმიტომ მოხდა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მისთვის პასუხი მოეთხოვა და ეს ვიღაცა არის წარმომადგენელი ტომ ემერი. გამოიცანით რა? არაფერია რასისტული იმაში, რომ კრიმინალი გამოიძახო. მართალია. მართალია, როცა ამას ვამბობ. დროა. ანუ, აი ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ დიდ მინესოტას შტატში. იცით, ჩვენი კულტურა, ეს სკანდინავიური კულტურა. სხვათა შორის ჯობია, სანამ გავაგრძელებ, ერთი რამ გავარკვიო. მინესოტელები აქ არიან? კარგია, მაშინ ნება მომეცით თქვა. კარგი, ხო, დაბადებული ხარ. ამ ქუდს ატარებ. ალბათ ჩრდილოეთ მინესოტადან ხარ. Iron Range? არა. ალბათ უფრო აიოვასთან ახლოს. არა, ამას აღარ შევეხები. მიზეზი, რატომაც ამას ვამბობ, ისაა, რომ ხალხს ხშირად ვეუბნები, მინესოტამ პასიურ აგრესიული ქცევა არ შექმნა, მაგრამ ჩვენ მას სრულყოფილება მივაღებინეთ. კარგი, და მე უფრო აგრესიული ტიპი ვარ. რაც მინესოტაში ყოველთვის არ მუშაობს. როგორც რალფი გეტყვით, იცით, ზოგჯერ მინესოტელები იმდენად გვეშინია, რომ შეიძლება რასისტები გვიწოდოთ, შეიძლება ისლამოფობები გვიწოდოთ, შეიძლება სხვა რამე გვარქვათ, რომ უბრალოდ არ გვინდა ამ ჩხუბში ჩავერთოთ. იცით რა? ვიტყოდი, რომ არასდროს მადარდებდა, მაგრამ ეხლა უკვე სულაც აღარ ვფრთხილობ, არ ცოდნი. გულისხმობ ამ კაცს ნამდვილად ეკუთვნის ტაში, ნამდვილად იმსახურებს ამას. და მე არა. მართლა არ მადარდებს. საიდან მოდიხარ, კარგი? მაგრამ თუ ამ დიდებულ ქვეყანაში ჩამოდიხარ, უნდა გაიგო, რომ აქ მოდიხარ, რომ იყო ამერიკელი. ჩვენ ზეიმობთ ყველას კულტურას, ეს გვახარებს. თავარია, რომ ამერიკელი იყო. იზეიმე შენი კულტურა. მე არ მადარდებს იტალიელი, პოლონელი, ხო გესმის, სომალიელი, კარდი, მაგრამ ისინი არ ასიმილირდებიან. და თუ არ ასიმილირდებიან, მაშინ ჯობია უკან დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ. ის არაფერს სხვა არ ამბობს, არაფერს საკამათოს არ ამბობს. პირდაპირ იმას ამბობს, რასაც ყველა ვფიქრობთ. მაგრამ ილხან ომარს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ვიღაცა მის საყვარელ სომალიურ საზოგადოებას ასახელებს იმის გამო, რომ ისინი არ ასიმილირდებიან. ამიტომ ის წერს. მე იმდენად ავსიმილირდი, რომ კონგრესში მოვხდი და ეს იდიოტი მაინც მეუბნება, რომ უკან დავბრუნდე იქ, საიდანაც მოვედი. სამწუხაროდ, ილჰან ომარისთვის
სწორედ ის არის, ვინც ყოველთვის გვახსენებს, რომ საერთოდ არასიმილირებულა. და ეხლა, იმ ყველაფერ დრამასთან ერთად, რაც ნიუ-იორკში ხდება, არ იქნებოდა სწორი, რომ არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ის აქტიურად უჭერს მხარს ადამიანებს, რომლებიც ანტიამერიკულები არიან. ეს მხოლოდ ის არ არის, რომ მას თავისი ქვეყანა უყვარს, რაც მშვენიერია. შეგიძლია ამერიკაში ჩამოხვიდე და სხვა ქვეყანაც გიყვარდეს. უბრალოდ უნდა სცადო ინტეგრაცია და არ მოიყვანო ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. კონგრესმენა ომარ, თქვენი ახალი კოლეგა ნიუ-იორკიდან შვიე მოუწოდა ხალხს, რომ ამერიკის დროშაზე ბინძური ხელები დაადონ. დაგმოვთ ამას? რატომ სძულ დემოკრატებს ამერიკა? თქვენ ვერ დაგმოვთ თქვენს კოლეგას, რომელიც ხალხს მოუწოდებს, რომ ამერიკის დროშაზე ბინძური ხელები დაადონ? არა, ისინი ვერ დაგმობენ, რადგან არ სურთ, რადგან მათი მთელი გეგმა და მიზანი ამერიკული საზოგადოების დანგრევაა. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ კონგრესში არიან, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.